სასამართლოში იწყება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად მოიაზრებს. გარდა ამისა, მას კიდევ ერთი ბრალი დაუმატეს საუბარია განცხადებაზე, სადაც ის ივანიშვილის დამხობაზე ლაპარაკობს. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ამ თემის დეტალებით. წინა ხელისუფლების დროს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ამ წუთებში დაიწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე არის არსებითი განხილვის ეტაპზე და ბრალდების მხარე უკვე რამდენიმე სხდომაა, რაც საკუთარ მტკიცებულებებს იკვლევს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, თუმცა დაცვის მხარე უთითებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც წარმოდგენილი აქვს პროკურატურას, არ არის კავშირში ბაჩო ახალაიას საქმესთან და ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი სწორედ ბაჩო ახალაიას ასახელებს 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად და როგორც დაცვის მხარე უწოდებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლა ცდილობს დაამტკიცოს, რომ სწორედ ბაჩო ახალაია იყო ორგანიზატორების ორგანიზატორი. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები იგივე ფორმით, რაც 4 ოქტომბრის საქმეში, ასევე დამატებით წარმოდგენილი აქვს სატელეფონო კავშირის ამონაწერები, კერძოდ კი ინტერნეტ ტრაფიკით დადგენილი კავშირები პაატა ბურჭულაძესთან, მურთა ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან, ირაკლი ნადირაძესთან და სხვა პირებთან. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს ხელთ ამ საუბრებისა და მიმოწერის შინაარსი, არამედ მხოლოდ ჩანაწერების რაოდენობა და ხანგრძლივობა და სწორედ ამ მთავარი მტკიცებულებით ცდილობს ახლა ბრალდება დაუდასტუროს თავდაცვის ყოფილ მინისტრს. ამ ყველაფერს კი უწოდებს დაცვის მხარე აბსურდულ ბრალს და ამბობს, რომ ეს არის ქართული ოცნების მორიგი სპექტაკლი, რადგან მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და ახლა ყველანაირად ცდილობენ ყველა ფორმით გამოგონილი საქმეებით ჩასვან ადამიანების ციხეში და შეეცადნენ, რომ დარჩნენ კვლავ ხელისუფლებაში. ისევ მოყავთ სხვა საქმედან ნათხოვარი მოწმეები, ხობის ექსპერტები და ეგრეთ წოდებული დაზარალებული პოლიციელები, რომელიც ბაჩო ახალაიასთან არანაირ კავშირში არიან და ვერ იქნებიან და ამას იქვე აფიქსირებენ კიდეც სასამართლოს წინაშე. გარცხენილები გამოდიან დარბაზიდან და ზუსტად ამის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენ და საზოგადოებამ არ დაინახოს, სასამართლოს ხდომები არის დახურული. აი, წარმოიდგინეთ, საქმეში უნდა იყოს მტკიცებულების ერთობლიობა, რომელშიც შედის მტკიცებაც, დაზარალებულიც და მოწმეც. არც ერთი კომპონენტი აი ამ სამიდან არ ჩამოთვალე, საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი სასამართლოსთვის. ფეიკი სასამართლოა თავიდან ბოლომდე. ამდენი წელია ადამიანებს დაკითხვებზე ატარებდნენ, არაერთხელ აღიძრა საქმე გადატრიალების მცდელობის საქმეზე, სახელმწიფო დამხობის საქმეზე, უამრავი ადამიანი ატარეს სუში და მერე თაროებზე შემოდეს. ბრალის ოფიციალურ დადგენილებაში წერია ისეთი აბსურდი, რომ ბაჩო ახალაია არის ორგანიზატორების ორგანიზატორი. ბაჩო ახალაიას ეს სასამართლო პროცესი არის დახურული მიუხედავად საზოგადოებრივი მაღალი ინტერესისა და დაცვის მხარის არაერთი მოთხოვნისა. სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ სხდომებს და გავიგოთ უფრო მეტი დეტალი თუ რას ამბობენ მოწმეები, რომლებიც სხდომაზე იკითხებიან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ და რა აქვს პროკურატურას თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ. თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი ბრალი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მას ასევე ედავებიან მოწოდებას ხელისუფლების დამხობისაკენ. კერძოდ კი ბაჩო ახალაიამ გააკეთა განცხადება სასამართლოს ხდომათა დარბაზში, რის გამოც მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.